ვარ გეგა შარაძე 12 წლის. ვსწავლობ ბათუმის მე-14 საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობაა ფეხბურთი და ხატვა. თითქმის 1 წელია ვთამაშობ ბეშოჯიაში. მყავს 2 მწვრთნელი, კახა მასწავლებელი და გიორგი მასწავლებელი. უფრო მხიარულია კახა მასწავლებელი. გიორგი მასწავლებელიც კარგია, მაგრამ უფრო მორთხოვნა. მე ვთამაშობ მარცხენა დამცველის პოზიციაზე. ადრე ვთამაშობდი ცენტრში და მე გადმოვედი ფლანგზე. მე მარჯვენა ვარ და მარცხნივ თამაში უფრო მიადვილდება. მოედანზე ჩემი მთავარი მოვალეობაა ასისტის გაკეთება. კარგად ხედავ მოედანს და კარგად გამომდის ასისტები. ისე რა თქმა უნდა მიყვარს გოლების გატანაც. ჩემს კარიერაში გატანილმა 230 გოლი. მათ შორის ბეშოჯიაში 35. ერთი გოლი გამოვიდა ყველაზე ლამაზი. საჯარიმაში შევირბინე, გუნდელმა ბურთი გამეყოლა და მე კარი მოვატყვე და გავიტანე. ჩემი საყვარელი ფეხბურთელი არის რონალდო და ჩემი საყვარელი გუნდი არის რეალი. ფეხბურთი მიყვარს, მაგრამ ფეხბურთელობას არ ვაპირებ. რომ მინდოდეს საქართველოს ნაკრებში 7 ნომრით ვითამაშო. მე გადაწყვეტილი მაქვს გავხდე მეზღვაური. მამა ჩემი არის მეზღვაური და მე შემიყვარდა ეს პროფესია. ბავშვობაში მინდოდა გამოსულიყავი პოლიციელი. ჩემი აზრით ბავშვობა მთავრდება 6 წლის ასაკში. ისე მიყვარს ჩემი ბავშვობა, რომ სიამოვნებით დავბრუნდებოდი იმ ასაკში. ახლა მინდა ვიყოთ 16 წლის, იმიტომ რომ უფრო კარგად მეცოდინება ფეხბურთი და კარგად ვითამაშებ ტურნირებზეც. მიყვარს ჩემი სკოლა, იმიტომ რომ მყავს კარგი კლასელები და კარგი მასწავლებელი. ჩემს კლასში ყველაზე მხიარულია ანდრია დავითაძე. ყველაზე ჭკვიანია ანა რევია. ყველაზე მშვიდი ანდრია დავითაძე. ყველაზე ცელკია ნიკა გოგუაძე. მე ვარ ყველაზე კეთილი, სიმპათიური და წყნარი. კი ვარ სიმპათიური, მაგრამ ამ ეტაპზე არ მყავს შეყვარებული. იმიტომ რომ ჯერჯერობით სხვა გეგმები მაქვს. ცალსო მოვიყვან ვიქნები 18 წლის. შვილებს დავარქებ ლუკას და ლიკას. ჩემი საყვარელი საგანია ხელოვნა. ჩემი საყვარელი მასწავლებელია ნათია კახაძე. იმიტომ რომ ლამაზია, კეთილია და კარგად გვასწავლის გაკვეთილებს. საყვარელი საგანია ხელოვნობა, იმიტომ რომ ძალიან მიყვარს ხატვა. ხატვა შემიყვარდა 11 ასაკში და ჩემი თვისწავლა. ჩემ კლასელებს ვუყურებდი და რომ მომეწონა, მეც დავიწყე. ყველაზე ხშირად ვხატავ გემებს. ჩემი აზრით ყველაზე რთულია მთის დახატვა. ყველაზე ადვილია გემის. ჩემი საყვარელი ფერია წითელი და არ მიყვარს ვარდისფერი. მინდა ისე კარგად ვხატავდე, რომ გამოფენებს ვაწყობდი. სახლში ცხოვრობ მე, დედა, მამა, ბებია, ბაბუა და და. კიდე მინდა მყავდეს ერთი ძმა და ერთი და. ჩემი და არის 10 წლის და ქვია ანა. ის არის ლამაზი, ცელკი და ნევრების მომშლელი. ნევრებს მისლის, როცა არ ალაგებს ოთახს. სანამ გოგოა, მაგრამ მაინც ძალიან მიყვარს. ჩემი აზრით ანა რო გაიზრდება, გამოვა მოცეკვავი. მომიყვარეს შრომელი, ჭკვიანი და ოჯახზე მზრუნველი. მომიკო ახლა არის გემზე, ძალიან მიყვარს და ძალიან მენატრა. დიდიკო არის ლამაზი, თბილი და ჩვენზე გადაყოლილი. ძალიან მიყვარს მისი გაკეთებული უზბეკური ფლავი. ჩემი ცოლი ყველაზე გემრიელად გამოაცხობს ხაჭაპურს. მიყვარს ფილმების ყურება და ჩემი საყვარელი ფილმია თინეიჯერი მგელი. სიამოვნებით ვითამაშებდი ამ ფილმში მთავარ როლს. ჯადოსნური ჯოხი რომ მქონდეს, გავხდებოდი რონალდოზე კარგი ფეხბურთელი. სამოგზაუროდ სიამოვნებით წავიდოდი ბრაზილიაში. წინა მონაწილემ დამიტოვა შეკითხვა: ვისთან ერთად გავფრინდებოდი კოსმოსში. მე კოსმოსში გავფრინდებოდი ანდრია დავითაძესთან ერთად. ის არის ჩემი კლასელი და კარგი ბიჭი. შემდეგ მონაწილეს ვუტოვებ ასეთ შეკითხვას: რა არის მისი ოცნების საჩუქარი? მაგალითად, ჩემი ოცნების საჩუქარია კვადრო. ბედნიერება არის კარგი ოჯახი და მშობლების გახარება. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.